მამაო, სხვა რელიგიებს პატივი უნდა ვსცეთ? მე ესე გეტყვით, რომ ღმერთმა როდესაც შექმნა ადამიანი, ღმერთს არ შეუქმნია რელიგია. ღმერთმა შექმნა ადამი და ევა ხატად და მსგავსად, როგორც ნათქვამია წმინდა წერილში. რელიგია ეს არის შესაძლებლობა ღმერთის შეცნობის, ან დაკარგული კავშირის აღდგენა. და შესაბამისად, ვინც ამას ცდილობს, ღმერთთან კავშირი აღადგინოს, რაც თავად უფალმა გვასწავლა. რა თქმა უნდა, სიყვარული და სიხარულით იმსჯვალები. და თუ ეს ოჯახის წევრია, რომელიც შეიძლება არ იყოს არც ქრისტიანი, არ საინტერესებდეს არანაირი რელიგია, ერთადერთი მრჩება, რომ რა თქმა უნდა მიყვარდეს, პატივსაც ვცემდე, მაგრამ ხა გული მტკიოდეს მისი გადაწყვეტილების გამო. თუ მე რაც მიმაჩნია სწორად, იმას შეიძლება არ მიაჩნდეს სწორად და პირიქით ის წუხდეს, რომ მე ცუდად მივდივარ ამ ცხოვრებას, ცუდად ვხარჯავ. ასე რომ ერთმანეთზე რაღაც დოზის დამწუხრება გვიწევს ორივე მხარეს, იმიტომ რომ ორივე ცდებით ერთ მთავარ მიზანს, ხო, ერთობას. იმ მთავარ აზრებში, ღმერთთან მიმართებაში. მაგრამ სიყვარული და პატივისცემა ნებისმიერი ადამიანის ეს არის მოწოდება, იმიტომ რომ უფალმა გითხრა, გიყვარდეს მტერი შენიო. ეხლა რა ვიცი, პატივისცემა კი არა, სიყვარულზე აქვს საუბარი. ყველა უნდა გვიყვარდეს. გაიხარ.